მოგესალმებით, ჩემი არხის ძლიერი სქესის წარმომადგენელო მაყურებლებო. რა ჩახლართული წინადადება ვთქვი. მოკლედ გამგები გაიგებს, მოგესალმებით. უღრმესი მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ჩემს არხს ირჩევთ და ხართ ჩემს სივრცეში. და დღეს მოდით კონკრეტულად მამაკაცებისთვის გავაკეთოთ გაშლა. თქვენს მიერ ფიქრებული ქალბატონის ენერგიები, სიტუაცია, მდგომარეობა, რას მოგვიყვება ტარო ზოგადად მასზე და რა ენერგიები შეიძლება იყოს სამომავლოდ. პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ. პირველი ვარიანტი. ნახოთ ჯერ ჯერ ხომ არ დამიწყია გაშლა. რა დღეში ხარ? სამსახური რა ხდება? სამსახური რას უტრიალებს? სამსახურები რივი რომანია, თუ რამე სამსახურს უკავშირდება ახლის დაწყება ისა. მოკლედ, ნახოთ, დედა რა ფრიალებს, რა ცვივა. რაღაც ახალი დასაწყისია. დედა. დამენახეთ, მშვიდობა ხო გაქვთ ხალხო, თუ ესე მოვაწერფათით. რა ამბავია აქ? აი ჯერ ხომ არ დამიწყია გაშლა, ის კი არ მინახავს ვის უყურებთ და რა ხდება, მაგრამ აი დაახლოებით უკვე ხვდები რაზე იქნება თავისით გადმოპენტილი არკანების მიხედვით. სავარაუდოდ ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენ უკვე კარგად დავიწყებული, კარგად დამუშავებული ნეგატიურ ნაწილში ოღონდ დაშორებული, შეიძლება უკვე დიდი ხნის პერიოდში ცალ-ცალკე მდგომი და არანაირ კომუნიკაციაში მყოფი ადამიანი ბრძანდებით მეორე ადამიანთან, მაგრამ რაღაც სამსახურებრივ საკითხთან დაკავშირებული კვეთით პატარა გამონათება შეიძლება მოხდა თქვენ ცხოვრებაში და ამ რაღაცა პატარა გამონათებიდან ისევ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ რაღაცები ხელახლა ხო არ განვაახლოთ. რაღაცები ისე ხო არ უნდა იყოს, რომ ეს რაღაცა ნიშანი ხო არ არის. დაახლოებით ეგეთი ამბები მიჩანს, მაგრამ არ გავასწროთ მაინც ეს რაც გადმოცვივდა ის თქვა. ეხლა ვინ არის ეს ქალი, ვისაც თქვენ უყურებთ? ცხრიანი თასები. ჩემო კარგო ადამიანებო. ქალბატონი, რომელზეც თქვენ ახლა მოკლედ ფიქრობთ თუ, ვის გამოც ახლა აქ სიხართ ეკრანთან და მისმენთ, ძალიან ემოციური, ძალიან სუფთა, ძალიან ბავშვური, აი ყმაწვილური ენერგიების მატარებელი ქალია, სულ რომ 70 წლის იყოს, ახლა ეს ხო მიხვდებით ხო ეს ციფრი, ისე ვთქვი ზოგადად რა, ანუ იმოდენად აი როგორ გითხრათ, გარაქვს მნიშვნელობა, არ ვიცი, მოდელის სტანდარტების მანდილოსანია, დაბალია, მსუქანია, გამხდარია, მაღალია, არ ვიცი, სპორტსმენია, მოცეკვავია, მწერალია, პოეტია, სულ არ ვიცი, ექიმია, პირობითად, ხო, არ ვიცი, მბეჭდავია, ოფისისთან არ აქვს მნიშვნელობა. აი შინაგანად საოცარი ენერგიების მეტარებელი ქალია. ქალი, რომელიც აი არავისგან არ დარჩება ყურადღების მიღმა და არ ვიცი, აი 1000 ქალში რომ გამოგარჩია დაახლოებით ესეთი მომენტი ექნება ყველგან. ანუ რაღაცნაირი მაგნიტის მატარებელია თითქოს მამაკაცების მიმართ, ხო, ანუ სადაც არ უნდა იყოს ყოველთვის მისკენ არის, ასე ვთქვათ, ყურადღების ვექტორი მიტრიალებული, ორიანი კვერთხები, სხვა შორის მის ცხოვრებაში შეიძლება რაიმე გაორება იყოს, რაღაც დუალური ცხოვრება, ორმაგი ცხოვრების ტვირთი აწვეს და ამავდროულად სულ არჩევანის წინაშე იყოს, არც ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ აი ცეცხლოვანი ენერგიებია რა. ადამიანი მოსიარულე ქარიზმა, მოსიარულე ემოცია, მოსიარულე განცდა, მოსიარულე ვნება, არ ვიცი, რაც კიდე და ცვივა. გეუბნებით, არ ვიცი, ვინ მიყურებთ ხალხო. მართლა მემელოდებოდით, ასე უბრალოდ გაშლას ელოდებოდით და ეს ენერგიები მოდის ახლა ასე რომ თავზე მეყრება არკანი არკანზე. ოცნებობთ, რაღაცა თქვენს ილუზიებში ხართ და მოკლედ ძალიანაც გენატრებათ რაღაცა ეგეთი ენერგიები მომდის. კაი, მოდი ახლა მივყვეთ მაშინ. მე კიდე ახლობით ხვდები აქ სიუჟეტი როგორც შეიკრება, მაგრამ ახლა რა ხდება თქვენს შორის? რა ენერგიებშია ზოგადად ეს ქალი? რას ფიქრობს, რას გრძნობს თქვენთან დაკავშირებით? ქმედების ნაწილში რა იქნება და ტარო ზოგადად რას გეტყვით? ნახოთ აბა,
თქვენ შორის რა ხდება? კიდევ ერთხელ განმეორდები, აქ რაღაც სამსახურის თემა მომდის. თითქოს რაღაც საერთო გადაკვეთის წერტილი გაქვთ. всё, მივხვდი რაც ხდება აქ. მივხვდი. ჩემო კარგო ადამიანებო. ძალიან გამიბრაზდებით, რომ გითხრათ, რომ აქ სავარაუდო 4 კუთხედს უყურებთ. ანუ თქვენც ურთიერთობაში ხართ და ქალბატონის ურთიერთობაშია, ვისაც უყურებთ. ნუ მინიმუმ ყოველ შემთხვევაში, ქალბატონი ყოველ ვარიანტში ურთიერთობაშია, ეს ცალსახად შემიძლია გითხრათ. თუ ქალი ურთიერთობაში არ არის, ვისაც უყურებთ, ეს ვარიანტი თქვენი არ არის და მეორე ვარიანტს დაელოდეთ. ან ყოველ შემთხვევაში, რა ვიცი, მე სხვა გაშლები ნახეთ, ხო? მაგრამ თქვენც დიდი ალბათობით ურთიერთობაში ხართ, ნუ მინიმუმ გაშორებული. ყოველ შემთხვევაში თქვენც ისე ცარიელი წარსული არ გაქვთ რა. თქვენც ისეთი დატვირთული მზითებით ხართ და დაღლილი მხრებით მობრძანებული. ახლა აქ რა სიუჟეტი შეიკრა და გეტყვით რაც შეიკრა. სავარაუდოდ ეს ქალბატონი გაიცანით სამსახურთან დაკავშირებით. აუცილებელი არ არის, რომ მაინც ერთ სივრცეში გემუშაოთ. ნუ არ ვიცი, შეიძლება პირობითად, რა ვიცი, როგორ გითხრათ. რაღაც შეხვედრაზე მოხვდით ერთად, ხო, რაღაც ტრეინინგზე მოხვდით სხვა სამსახურებიდან. ან რაღაცა შემოთავაზებით და წინადადებით იყო თქვენთან მოსული, ან თქვენ იყავით მისული და მოკლედ რაღაცაერად მე აიწყო ურთიერთობა. მაგრამ სხვა შორის ეს ბევრი იმაიმუნეთ ორივე მხარემ. რაღაცა შეიძლება თავიდან ცივაცხელა იფლირტავეთ, რაღაცა ისეთი მომენტები გაჩნდა, თითქოს ინტრიგა, თითქოს რაღაცა, მაგრამ ძალიან მალე შეიძლება რომ დაახლოვდით ერთმანეთთან, ძალიან ახლოსაც მიხვედით, უცებ იბუთქა მოკლედ ცეცხლმა, სიყვარულმა, ვნებამ, ყველაფერმა ერთად. ნუ თავიდან თქვენ ფიქრობდით, რომ ეხა ეს რაღაცა მორიგი ფლირტია და მორიგი რაღაც არის, მაგრამ ნუ რას უკაცრავად ეს ვითომ ერთ შეხედვით ფლირტი გადაიზარდა გრძნობაში, გადაიზარდა სიყვარულში და რაღაცა მომენტში შეიძლება იმ არჩევანის წინაშეც კი დადექით თქვენ ცნობიერად თუ არა რომ იცი რა, ანეტა ეს ქალი ხომ არ მინდა და იმ ძოს ყველაფერს ხომ არ უნდა გავეშვა, ვინც მყავს. ნუ არ გამოვრიცხავ იმ პერიოდისთვის თქვენც ურთიერთობაში ყოფილიყავით, ან ახალი დასრულებული ქონდათ ურთიერთობა, მაგრამ მე თქვენი ურთიერთობა წაირია ამ ადამიანთან და კარგით, აბა მაჩვენეთ ახლა დღეს რა ენერგიებია? დღეს რა ენერგიებში ხართ ერთმანეთთან? დღეს არაფერიც არ იცით ერთმანეთის. თუმცა ცდილობთ რომ გაიგოთ. კურდღელი მთვარიდან აქეთ გამრობის, ანუ რაღაცა სურვილი გაქვთ იმისი, რომ რაღაცები გაარკვიოთ, ანუ რაღაცები როგორ გითხრათ, საშკაროზე გამოიტანოთ, იმიტომ რომ ხო, აღარ გინდათ იმ მდგომარეობაში ყოფნა, რომ გეშინოდეთ. აქამდე თითქოს რაღაც თვითცენზურაშიც იყავით, თითქოს რაღაცების გარკვევა და გამოაშკარავება არ გინდოდათ. აი როგორი მომენტი ქონდათ, ტაბუ დაადეთ რაღაცას და არც გინდოდათ, რომ რამე გაგეკოთ, მაგრამ ეხა გაქვთ ამისი სურვილი. რაღაცა ეს ენერგიები მოდის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა, აქ სტაბილურობის სუნი მდის ორივე მხრიდან, კვადრატის თემა და თქვენ გინდათ, რომ ახალი ციკლი დაიწყოთ სიკვდილის მერე. მთელი ამბავი უკვე აქ მომიყევით რა, ეგ მომენტია, თან სტაბილურობას ვერ ეხსნებით. თან სიყვარული გაქვთ იქით და რომ იტყვიან, მე ეს წრე უნდა გავარღვიო და გავიდე, ეს ბარიერები უნდა გავარღვიო და გავიგე და მე ეს ქალი მინდა, დაახლოებით ეგეთ ენერგიებში ხართ რა. კაი. თვითონ ეს ქალი რა ენერგიებშია? თვითონ ეს ქალი სამშაბლოს არკანით ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გადის. საკმაოდ ისეთ ტრანსფორმაციას, სხვა შორის მიყავს, მე რატო დამებადა ახლა ეს აზრი, რატო დამებადა? იცით როგორ არა. ამას გარშემო ძალიან ბევრი ვიღაცები ყავს, ვიყოთ გულწრფელები, მაგრამ ამას თავისი რაღაცა ესეთი გისასები აქვს ამოშენებული და არავის არ იკარებს. რაღაცა ძალიან დიდი თვითანალიზის პირობებშია. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ფინანსური კრიზისიც ქონდეს ახლა ამ ქალს.
და ძალიან სერიოზული გაწყვეტილების მიღების წინაშე იყოს, არ ვიცი, აქ განდეგილში ამომდის და შეიძლება უკვე დაცილებულია დღეს ქმარს ან დაშორების ეტაპზე, ან ქმართან ერთად თუა. ნუ ყოველ შემთხვევაში, როცა თქვენის გაიცანით უეჭველი ოჯახი ქონდა რა, აი ეს შემილია აი ნუ 100%-ით გითხრათ. და ან თუ ოჯახში მაინც მარტოა რა, ეს ის რო წყვილშია, ეგ თემა არ არის, არა. ემოციების საით არის და ფიქრობთ, ახლა გეუბნებით. ფიქრობ სხვა ადამიანზე, რომელთანაც ნუ ურთიერთობები გაფუჭებულია. კაი, თქვენთან დაკავშირებული ფიქრი. იცით რა? ფიქრობთ, რომ თქვენ ძალიან სწორი, ძალიან კარგად აღზრდილი, ძალიან ისეთი გალანტური ადამიანი ხართ. ხოჭი თქვენი მისამართით აქვს აგრესია? არა, აგრესია არ აქვს, უფრო იცით როგორი მომენტი აქვს, აი გული აქვს ნატკენი რა, არც რაღაც რა გააკეთეთ არასწორად ვერ გეტყვით, მაგრამ ნუ ფიქრობს, რომ ეს იყო დასასრული რა, მე ეს უნდა გამეკეთებინა, ანუ ეს რომ არ გამეკეთებინა, დიდი ალბათობით თვითონ წავიდა ეს ქალი, არ ვიცი რატომ მომდის ეს ენერგია, მაგრამ სავარაუდოდ ამ ქალმა დაგიქნიათ ხელი. და ფიქრობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება. გრძნობა აქვს თქვენი მისამართით? გრძნობა აქვს რომელია, მეგობრებო? გრძნობა აქვს ოცნებობს, აი თქვენ იცით როგორი მომენტია, თქვენზე ფიქრიც კი განკურნების, ასე ვთქვათ, განკურნების წონის მატარებელია, ხო, აი წილობრივად, აი ძალიან დიდი როგორც თქვენზე იფიქრებს და ესევე რაღაცა ახალი ენერგიით იმუხტება, ხო, აი სიცოცხლის სურვილი უჩნდება. ნახეთ, ეხლა რატო გამახსენდა, არ ვიცი, მაგრამ ნუ გამახსენდა ესეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ რა, რომ ერთხელაც პროფესორმა სტუდენტებს შეუტანა $100 კუპიურა მოკლედ და დაანახა, რომ აბა ვის გინდათო ეს $100 რომ მოგცეთო და ნუ ყველა მაწია ხელი. მერე მოკლედ ეს $100 კუპიურა დააგდო იატაკზე, შედგა ფეხით, გადასრისა, გადმოსრისა, მოკლედ პატარაზე, სულ პატარაზე გახია კიდეც და ნუ ხელში დაიჭერეს ჭუჭყიანი, ნუ ნათრევი კუპიურა და აბა ვის გინდათო და მაინც ყველა მაიწია ხელი. და მერე პროფესორმა თქვა, რომ აი მთელი სიბრძნე ზუსტად იმაშიაო, რომ მე ეს კუპიურა ვათხრიე, გავსვარე, მოკლედ გავამტვერე და თქვენ მაინც გინდათ ეს კუპიურა, იმიტომ რომ მას ფასი არ დაუკარგავს. აი დაახლოებით ამ ქალისთვის თქვენ ასე ხართ რა, ატკინეთ, შეიძლება არ ვიცი სხვა ურთიერთობაში შეხვედით, შეიძლება მანაც ცადა სხვა ურთიერთობა. არ ვიცი, აი ყველა ბრუნვასა და რაკურსში დაატრიალა ეს სიტუაცია და საკუთარი თავისით თქვენ შესაძლოა, მაგრამ თქვენ მისთვის ნებისმიერ სიტუაციაში ფასდაუდებელი ხართ და ნებისმიერ სიტუაციაში ზუსტად იგივე ღირებულება გაქვთ, რაც თქვათ პირველ ეტაპზე გქონდათ. ეს ამ ქალს გრძნობა თქვენი მისამართით არ განელებია, ეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ. კაი, მომავლის ტენდენციები რა იქნება? რა სტაბილურობაზე ველაპარაკებით, კაცო? აღდგება ურთიერთობა? აქ ცალსახად გაყინული ურთიერთობა. ოიტ. უკაცრავად მეგობრებო, თქვენ ვინც მიყურებთ ახლა შემთხვევით, რა ვიცი, ვინმე ეზოთერიკს ხომ არ აკითხავთ, ან ჩუმჩუმად chat GPT-ს ხო არ აკითხებით ხოლმე რაღაცებს ამ ქალს? ნუ მინიმუმ chat GPT-ს და მაქსიმუმ არ ვიცი, მოვას ან არ ვიცი მკითხავს, ან ეზოთერიკს, ან ტაროლოგს, რაღაცა ეგეთი ენერგიები მოდის აქ. იცით რა, უხეს რა გადაფრინდა, რა გადახტა, ორიანი პენტაკლები, იცით რა მომენტია, ჯერჯერობით აქ აღდგენას ვერ ვხედავ, თუმცა სურვილი ძალიან დიდი გაქვთ, ეს ყველაფერი განულოთ. მაგრამ ეგოიზმი მოდის და თითქოს რაღაცა მომენტში გადაწყვეტ, რომ აი მოდი მივწერ, მოვიკითხავ, არ ვიცი, ვნახავ და მერე უცებ მოტრიალებ და აი რატო ის ხო წავიდა და აი რა მე სიტყვას არ ვიტყვი და ეს თქვენი ეგო რა, თქვენი ასე ვთქვათ, ცოტა ნარცისული პასაჟები გღუპავთ, რატო თქვი რომ გღუპავთ? გღუპავთ რომ ღირს იმ ადამიანთან ისევ დაბრუნება, მოდი პარემ ესეც ვნახოთ. იცით როგორი მომენტია, ჩემო კარგო ადამიანებო, ამ ადამიანის გარეშე ცარიელი ხართ რა, სადაც არ უნდა წახვიდეთ, 10 ქალი რომ ნახოთ, ეს ქალი გემო არა აქვს რა, სუნი არა აქვს ამ ქალის არაფერს და არავის. ეგეთი ენერგიები მოდის და რა გავაკეთო. და კაი, ბუდისტ მაინც უნდა ვიკითხო, ცოტა მერე მაინც აღდგება ენერგიები, საურთიერთობა.
არა, ჯერჯერობით ყოველშაბათს. აჰა, ეს რას ნიშნავს? როდის? უი. აი, ნახეთ როგორი მომენტია ჩემო ადამიანებო. თუ თქვენ აი ამ თქვენს რაღაცა აკვიატებებს, მენტალურ ნარცისიზმს და მე აი ესეთ რაღაც საკუთარ ეგოიზმს გადააბიჭებთ, ხო? ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ 2-6-იანი მაქვს აქ და ეს ნოსტალგია, თქვენი მონატრება თუ რეალურად მიიღეთ, ხო და მიეცით საშუალება ამ ყველაფერს აღდგენის ძალიან დიდი ალბათობა. კი, ისიც გელოდებათ. მინდა გითხრათ, რომ გელოდებათ. კი, ისიც ელოდება თქვენ წერილს და თქვენს გამოჩენას. და რაღაცა იცით როგორი ენერგიები მომდის, რომ აი ამ თქვენს ურთიერთობას ფარველობენ ზემოდან, იერთან, აი განსხვავება შეიძლება იყოს თქვენ შორის, არ ვიცი, ასაკი, არ ვიცი, რელიგია, არ ვიცი, წარმომავლობა, რაღაცა განსხვავება შესაძლოა იყოს, მაგრამ მაინც ფარველობაა ზემოდან. და ტარო რას გეუბნება? ტარო რას გეუბნებათ და ზეიმსკვირდებიან. ზეიმსკვირდებიან, აღდგება ურთიერთობა, აღდგება თქვენ იცით როგორი მომენტი გაქვთ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენ ერთმანეთისთვის ბედისწერა ხართ, საბედისწერო ადამიანები ხართ, ბედი კი არ ხართ, ნახეთ, სულ ვამბობ ყველა გაშლაში, რომ განსხვავებაა ამ ორ სიტყვას შორის, ბედი სხვა არის, ბედის საბედისწერო სხვა არის და ბედით მოცემული სხვა არის. თქვენ საბედისწერო ადამიანები ხართ ერთმანეთისთვის, თქვენ შორის ემოციური და ენერგეტიკული ღრმა არ გაწყდება. თქვენ შორის ურთიერთობა 10 წელიც რო გავიდეს როგორ არის ყველა ყველას უნდა შემგონი ხო 100 წელიც რო გავიდეს მაინც ჩემი ქმარი ქვია კიაო თუ როგორ არის აი დაახლოებით ეგეთი მომენტია რა 100 წელიც რო გავიდეს თქვენ შორის არ ვიცი 100 ცოლი რომ მოიყვანოთ და 100 კაც გაყვეს ცოლად და ან არ ვიცი მე ხო ნუ მილიონი ვიღაცა გაიჩინოს ნუ თქვენთან ურთიერთობის მუდმივობაში რჩება მადლობა პირველ ვარიანტს და ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. აბა, მეორე ვარიანტში რა ხდება მეორე ვარიანტში? ვინ არის ეს ქალი, ვისაც თქვენ უყურებთ? ხო. იმპერატრიცა, მეგობრებო. და მეორე თავისით ამოვიდა და ესეც ვნახოთ, ძალიან ემოციურია თიანითასები, სხვა შორის აქაც ოჯახიანი. ენერგიები მომდის, არ გამოვრიცხავ გაცილებულიც იყოს, მაგრამ უფრო მგონია, რომ ნუ რაღაცა ოჯახი იმპერატრიცაა რა, ყველაფრით იმპერატრიცაა რა, იცის საკუთარ თავის ფასი, იცის სხვათა შორის ურთიერთობის ფასიც და სავარაუდოდ თქვენი ფასი, ზოგადად ადამიანების ფასი იცის, სამყაროს ფასი იცის, ღირებულებები აქვს სხვა რა. ძალიან თვითკმარი, შემდგარი, წარმატებული, ნუ ამას ყოველ შემთხვევაში თქვენგან რო არაფერი არ ჭირდება მატერიალური, აი ესეთ ადამიანს უყურებთ. კარგით, რა ხდება ახლა თქვენ შორის? ეს თვითონ ქალი რა ენერგიებშია, თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს, თქვენთან დაკავშირებით რას გრძნობს, თქვენი ურთიერთობის მომავალი და ტარო რას გვეუბნება. რა ენერგიებშია ეს ქალი? არ ვიცი, შესაძლოა ბავშვები ყავს, შვილები და ამ შვილების თემებშია. ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი ენერგიებია, გამარჯვების ენერგიები, წინსვლის წარმატების. კარგად არის რა, მოკლედ რო ვთქვა, ეს ადამიანი ცუდად ნამდვილად არის, არ ტირის და ის რა ქვია, სახს არ იხოკავს ყოველ შემთხვევაში, დეპრესიაში არ არის. უკაცრავად, მაპატიეთ, თქვენ შორის რა ხდება? ხო, თქვენ შორის რა ხდება და ერთი წამით, აქ შეიძლება ერთი ეგოიზმი იყოს, მეორე შეიძლება იყოს, რომ ბავშვი ხომ არ ყავს თქვენგან. აი ეს მომენტი წამოვიდა აქ ამ ქალს ვისაც უყურებთ. ან თქვენს ოჯახის წევრს ხომ არ უყურებთ. იცით რა, აქ რაღაცა ესეთი მომენტი მომდის, მეგობრებო, რომ თქვენ შორის შეიძლება დისტანციაა დღეს, მაგრამ ნაჩხობრები და რაღაც კონფლიქტის ნაწილში არ ხართ. ამ ადამიანს თქვენ, გრძნობები შენარჩუნებულია, ერთმანეთს პატივცემთ, ერთმანეთი გიყვართ და აქ რაღაცა ოჯახური ენერგიებიც მომდის. შესაძლოა ფიქრობთ უბრალოდ ოჯახზე, ან გეგმავთ ბავშვს. აქ ეს მომენტია და შეიძლება საერთოდ საკუთარ მომავალ მეუღლეს უყურებთ, ხო? არ გამოვრიცხავ, აქ ესეთი ენერგიები მოდის. შეყვარებულის ენერგიები, საერთოდ უყურებთ ტაროს არ ვიცი, მაგრამ თქვენთან მიმართებაში, ვნება, ქარიზმა, სიყვარული, გრძნობრავი, დაფასება, პატივისცემა, აღიარება, ოცნებები, რაღაც გარკვეული გეგმები და წყვილში ამოდიხართ.
სადღაცა მყავდა თუ არა კვერთხების დედოფალი მეგონა მყავდა უკაცრავად ყველაფერი აი რომ იყვნენ 10-იანზეა და არ ვიცი ხა აქ პრობლემას მე ჯერჯერობით ვერ ხედავ რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით იცით რა მგონია რომ უბრალოდ ტერიტორიული მანძილის მომენტია შესაძლოა ემიგრაციაში ხართ ან თქვენ ან ის ადამიანია ემიგრაციაში ვისაც ახლა თქვენ უყურებთ და ეს ბარიერია ურთიერთობის თორემ არა აქ ვნება სიყვარული ერთმანეთის სურვილი მომდის და არის ნამდვილად არის გრძნობა პარტნიორობის გრძნობა ურთიერთობის გრძნობა ურთიერთდახმარების გრძნობა მაგრამ რატო არის ეს რა გავაკეთო მეგობრებო თითქოს აქ რაღაცა ოფიციალურ ურთიერთობას უყურებთ ან მომავალში ოფიციალურს თქვენ აქ ერთმანეთთან ასე ვთქვათ კონფლიქტში ან ბლოკში არ ხართ ერთმანეთთან ურთიერთობა გააქვთ ну შესაძლოა ონლაინ მაგრამ ხო ონლაინ აი რაღაცა ციფრულად რომ მიყვებით მაგრამ ერთმანეთის მიმართ გრძნობა გაქვთ სიყვარული გაქვთ პატივისცემა გაქვთ მომავალი ბალანსი ზომიერება ეს რას ნიშნავს თუ ნახეთ წარსულში რაღაცა უსიამოვნებები იყო რაღაცა გარკვეული პრობლემები გქონდათ გარკვეული სირთულეები არა თქვენ ოჯახური ზეიმი და რა გელოდებათ წინ სტაბილურობა მოდის ნამდვილად მოდის სტაბილურობა ის შიში რაც თქვათ აი დღეს გქონდათ და რაღაცა შესაძლოა ფიქრობდით რომ აი მე რა იქნება წინ არც რაღაც შეიძლება ბავშვის თემაზეც იყო აქ ლაპარაკი არა ეს ბედით წყდება თქვენი ურთიერთობა ბედით აი როგორ ვთქვა რომ იტყვიან წამი სამყარო არ ვიცი თქვენ ოჯახს ქმნით კაცო და ბავშვი უნდა გყავდეთ არ შეიძლება ურსულათაც არის ხა ეს გოგო ვისაც უყურებთ მე აქ რაიმე პრობლემას ვერ ხედავ ისეთ რომ რაც შეიძლება რომ დაждდა და აი ნეტრა ხდება ტაროს კითხვა რა აქ აბსოლუტურად ყველაფერი გაწყობილი და აწყობილი და ჩაწიკწიკებულია ტაროს აზრი მითხარი რა იქნება მომავალში ეს ვინ არის არა როგორი მომენტია იცით თქვენ თუ აქ ურთიერთობები რაღაცა პრობლემები გქონდათ მეგობრებო არა ეს ყველაფერი ნეიტრალდება და კიდევ უფრო უკეთეს ფაზაში გადადის ოჯახურ ფაზაში გადადის ეს ყველაფერი სტაბილურობაში ხალხში ბარაქაში რავი ახალდასაწყისში და ნახეთ მარტოობის პერიოდი სრულდება და სტაბილურობა შემოდის. აქ მგონია რომ ახლა და ამ ეტაპზე თქვენ უბრალოდ ცალ-ცალკე ხართ. არ ვიცი ეს რა განაპირობებს, რატო ხართ ცალ-ცალკე. მაგრამ თქვენს ან მეორე ვარიანტია მოიცათ ხა აი უკვე ვეღარ იმედენად კარგი გაშლა გამოვიდა რომ ცოტა ვეღარ ვაკავშირებ რატო უნდა იჭდეთ ხა და რატო უნდა მისმენდეთ მე და არის კიდე ერთი ვარიანტი რომ შესაძლოა იცით ვის უყურებთ გათხოვილ ქალს უყურებთ რომელიც თქვენგან შორს არის მაგრამ თქვენ ერთმანეთთან ძალიან კაი ურთიერთობები გაქვთ მიწერბოწერაც გაქვთ და მომავალსაც გეგმავთ აი ესეც ბევრი მამაკაცზე გადათამაშდება ვინც მიყურებთ და მიჯერეთ რა რომ აქ შეიძლება იყოს გათხოვილ ქალს უყურებთ რომლის იმედიც გაქვთ რომ წამოვა ოჯახიდან და თქვენთან იქნება და ეს ჩანს კიდეც სამომავლოდ ხო იცი ცოტა მეორე ვარიანტი აი ეს ორი ვერსია რა ან თქვენს ძალიან ახლო ადამიანთან უბრალოდ შორს ხართ ემიგრაციაშია და მე ეს ყველაფერი ლაგდება ან უფრო მგონია რომ გათხოვილ ქალს უყურებთ რომელთანაც ასე ვთქვათ ძალიან დაალაგებულ დავარცხნილი ურთიერთობები გაქვთ უბრალოდ გენეტრებათ ერთმანეთი ერთად არ ხართ და აი ამ გეგმებში ხართ რომ რაღაცნაირად ისე მოვაგვაროთ და ისე დავლაგდეთ და ისე გავაკეთოთ ყველაფერი რომ რაღაცა მომავლისთვის ერთად ვიყოთ და ეს ერთად ყოფნა ჩანს მეგობრებო ხო ნუ რა აი რაც დამანახა და რაც მითხრა და რაც მოკლედ რისი გაგებაც მოვახერხე აი ეს არის უღმესი მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით ნახვამდის